გაგრას უმასპინძლა და ესპანელების კარგი თამაშის წყალობით გაიმარჯვა. დუბლი ჩისკომ შეასრულა და ეროვნული ჩემპიონატის ბომბარდირთა დავაში დიმიტრი ტატანაშვილს დაეწია ოლიმპის ფორვარდს და ჩისკოს 9-9 ბურთი აქვს გატანილი. მესამე ბურთიც ესპანელის ანგარიშზეა, კოტომ 11 მეტრიანი გამოიყენა. აღსანიშნავია, რომ პირველ ტაიმში გაგრამ დიდი წინააღმდეგობა გაუწია დინამოს, მეორე ტაიმში კი გარსიას გუნდმა გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვა. დინამოს დისკვალიფიკაციის გამო კოშკაძე და ტრავმირებული მცველი კაკუბავა აკვდა. პირველ ტაიმში გუნდმა კარგად დაცვაში ითამაშა, რასაც შეტევაზე ვერ ვიტყვით. მეორე ნახევარში ფეხბურთელებს აგრესიული თამაში მოთხოვე და ამან შედეგი გამოიღო. ეს სამი ქულა და დამაჯერებელი გამარჯვება გუნდს ფსიქოლოგიურადაც ძალიან ჭირდებოდა. ვფიქრობ, რომ ანგარიშით ავიმსახურებდით 3-0-ის წაგებას, მაგრამ ეს ფეხბურთია და ხდება. დინამო ბრწყინვალე გუნდია. ჩვენც ვფიქრობ, პირველ ტაიმში ბევრი რამე გამოგვივიდა, მეორე ტაიმში დამწუხაროთ დასაწყისში მივიღეთ გოლი და ამ გოლმა ძალიან იმოქმედა ბიჭებზე და თქვა შემდეგ ვერ გადავეწყვეთ.